ის ისტორიაა ძალიან დალევაზე მაგარი დარჩოს ამბავი. ხო, ბატონი დათო დარჩია, როგორც ჩემთვის უსაყვარლესი, ასევე ყველასთვის უსაყვარლესი მსახიობი არტისტი ბრძანდებოდა თქვენთან. აუცილებლად. მოკითხვები და მაგრად ჩაატარა, მაგარი საღამო გამოუვიდა აქ გადაცემაში თქვენთან. ეგენაცვალი. და მოვიკითხოთ დიდი სიყვარული და მე თქვენ ჯანმრთელობაზეც დაუსვით შეკითხვა მას და ნუ უკვე კარგად არის, ყველაფერი რიგზეა და ეს შეტევა როცა მოვიდა სპექტაკლის დროს, ნუ მოკლედ გააქანეს რიანო მობილით კლინიკაში მთელი ამბები და უკვე გვიან იყო ღამე აქედან ექიმების გადაწყვეტილება და მოკლედ ამ ღამეს გამთენისას გაუკეთდება ოპერაცია და შეგატყობინებთ როგორ იქნება. და ნუ დილაუთენია მსახიობები შევიკრიბეთ ფოიეში და ველოდებით ახალ ამბავს და ერთ-ერთი გენიოსი, ყველაზე ესეთი ძლიერი არტისტი წასულია ამბის გასაგებად, იმიტომ რომ ჩვენ გითხრა რომ საოპერაციოში არავინ არ შეგვიშვებს, პაციენტს არავინ არ გვაჩვენებს. ექიმებიც ყველას ერთად ვერ შეხვდება, ამიტომ მე მოვალ და ამბავს მოვიტან. და ზოგი აგვიანებს არ მოუტანიათ ამბავი ჯერ არა და მოვიდა. პატივცემული გენიოსი არტისტი და ეხლა უსმენთ სულ. რა მოხდა? როგორ არის? რა მოხდა? როგორ არის? დარჩო გითხარით. ექიმის თქმით მე დავასკვენი რომ მისთვის დამთავრდა ღვინო დუდუკი ქალები. დამასობაში ახალი მიღებული იყო მაშინ მსახიობი ჩვენი თეატრის ფერიაც ქრიალა გოგონა და ქეთი და მორბი. ქეთი სვანიძეზია სა. უმაგრესი გოგო. ძალიან. მორბის ახალი მიღებული და აინტერესებს ახლა და ეს ფოიეში შემორბის და ეს გაიგო უკვე ღვინო დუდუკი ქალები რა ხდება და შემოვარდა ჩვენთან სადაც ეს ახალი დიაგნოზია დასმული. ღვინო დუდუკი ქალები მორჩა და ახალი დიაგნოზი და გაიგო რომ ღვინო დუდუკი ქალები და ეს ქალები გასაგებია რო არ შეიძლება ეს ღვინოც გასაგებია რო არ შეიძლება და ბატონო ლევან დუდუკიც არ შეიძლება. ნუ ახლა დუდუკი ცოტა შორიდან თუ მოუწვა. ეს შესაძლებელია. მართლა მაგარია რა. მაგარი ხარ.